მოგესალმებით, ეს არის ახალი ეპიზოდი ამ დროისთვის განვითარებულ ახალ ამბებს მეცხრეერთის რეპორტერებთან ერთად მე ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი გაგაცნობ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასტურდეს ეპოქა, როდესაც ქვეყნის მართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს. ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი და ყველას მათ შორის პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. ტექსტი ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ამ მონარიდი განცხადებიდან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა განვაცხადო, მე არასდროს მithქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო. ჩვენს ჯარს არ გადაუკეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. სიმართლის დადგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუკერძოებული გამოძიება დაასრულებს ომის თემის სპეკულაციებს. სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება ამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს, მის სანდოობას. საჭირო პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს, ნათქვამია განცხადებაში. პრემიერის განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურებები საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობაში, როგორ აფასებენ დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, გიორგი მანჯავიძე გვეტყვის. მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დღეს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებიც გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრები პრემიერის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება უმცირესობის წევრები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მათ შორის ყოფილ მთავრობას სიმართლის დადგენის ეშინია. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ ძვირფას დროს უთმობს არა იმას, რომ გააუმჯობესოს ხალხის ყოფა და იგი თავად აღიარებს, რომ ეკონომიკაში არის სერიოზული პრობლემები და მუშაობა იზრდება, არამედ იმას, რომ დაამტხვიოს საკუთარი აზრები და პოზიცია რუსეთის ხელისუფლების აზრებსა და პოზიციას. რა გამოძიებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა წინსწრებად უკვე ამა თუ იმ პიროვნების დამნაშავედ გამოცხადება ხდება. როცა ადამიანის ჯერ ბრალი არავის არ დაუდია და თავს იმართებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ის თავს რაღაცაში დამნაშავედ მიიჩნევს. ამიტომაც ძალიან საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ვინმე არავის ბრალი არ დაუდია მისთვის, ის უკვე თავს დამნაშავედ მიიჩნევს. რაც შეეხება თავად საგამოძიებო კომისიას, ჯერჯერობით უცნობია სტრუქტურულად ვინ ჩამოაყალიბებს ამ კომისიას, ასევე უცნობია ამ კომისიის წევრთა ვინაობაცა და რაოდენობაც. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება და ამ კომისიის შექმნა, უნდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს სავარაუდოდ მაინც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა. მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრთან უმრავლესობის წევრების შეხვედრა დასრულდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში დეპუტატები 3 საათზე მივიდნენ. რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, თაია მახარაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მთავრობისა და პარლამენტის წევრების განცხადებით შეხვედრაზე განხილულ საკითხთან ნუსხა საკმაოდ ვრცელი იყო. მათი განცხადებით შეხვედრის მონაწილეებმა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თითქმის ყველა საკითხი მიმოიხილეს. შეხვედრის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანი მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება იყო. ეს შეხვედრები იქნება უკვე პერიოდულად, თუმცა მე არ ვიცი ახლა კვირაში ერთხელ, ერთ-ერთი ის იყო შემოთავაზება ასეთი, ან თვეში ერთხელ. საუბარი უამრავ მიმდინარეობებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები, თორემ ჩვენ გვჭირდება მუდმივად გაუზიაროთ მთავრობას. ესეთი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს იღებს. აქ იყო მთავრობის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი, უმრავლესობის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ ყველაფერზე, დაწყებული ენერგეტიკიდან დავთვალული სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ, არსებულ პროექტებზე და უფრო მეტ კოორდინაციაზე თავისთავად. ქართული ოცნების ოფისში შეხვედრა დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. მთავრობის და პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება.
მადლობა, ეს თაია მახარაშვილი იყო. ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა საკრებულოს ხდომაზე, მერის იმპიჩმენტის საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ბესიკ ბრეგაძის გადაყენების ინიციატივით საკრებულოს ყოფილი ნაციონალი დეპუტატები გამოვიდნენ დეპუტატები გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მერის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და საზღვარგარეთ მის ბუნდოვან ვიზიტებს ასახელებენ. მერის მოვალეობას ვიცემერი ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს. რამდენიმე დღეში მერის კანდიდატურაზე კონკურსი გამოცხადება და კანდიდატ სპეციალური კომისია შეერჩევს. ქუთაისის ახალი მერი 2 კვირის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ქალაქის მერი, რომელიც ვერ ახერხებდა ეფექტურ თანამშრომლობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, იყო არაადეკვატური თავისი მიმდინებებიდან გამომდინარე, იყო საფრთხის შემცველი ქალაქის მომავალი განვითარებისთვის. არის რამოდენიმე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი საკრებულოს ხდომისათვის, მათ შორის არის მერის გადაყენების საკითხი. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომელსაც მოისმენთ დღეს საკრებულოს ხდომაზე და ასე რომ ალბათ ეს საკითხი არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალჯერ დაისვა ამის საკითხი, რომელიც დღეს შეიძლება ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ახალი შექმნილი იქნება, მიიყვანოს საკითხი ბოლომდე. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები თბილისის ვიცემერს სევდია უგრეხელიძეს თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით უგრეხელიძემ ვიცემერის აპარატის მთავარი სპეციალისტი თეონა ქველიძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისმა ძმამ საკრებულოს წევრმა გოგა ქველიძემ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა. თეონა ქველიძე აცხადებს, რომ უგრეხელიძემ დაიბარა და უთხრა, რომ ის ვიცემერის აპარატში მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. გათავისუფლების განკარგულებაში თეონა ქველიძის გათავისუფლების მიზეზად სამსახურებრივი ნორმათა ბრალეული შეუსრულებლობა მიუთითეს. იგი აბსოლუტურად პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი გახდა და ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით მოგახსენებენ კიდევ ჩემი კოლეგები თუ როგორი სამართლიანობით მოხდა მისი გათავისუფლება სამსახურიდან. მე მინდა მიუმართო მერიის გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, ყველა საჯარო მოსამსახურეს, თუ თქვენზე განხორციელდა, ან შემდგომ განხორციელდება რაიმენაირი ზეწოლა, იმიტომ რომ თქვენ სამუშაო ადგილზე არ ატარებთ ნაციონალური მოძრაობის ვიწრო პარტიულ ინტერესს, მოგმართეთ ჩვენ საკრებულოში და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად თითოეული თქვენთაგანის უფლება იქნება დაცული. დავუსვი ერთი კითხვა, რომელიც მართლა ძალიან მაინტერესებს და დღესაც მაინტერესებს, რომ მინდია უგრეხელიძე, რომელიც არის მისი ძმა და არის ოცნების წევრი, ქალბატონი სევდიასთვის ეს არანაირად ხელისშემშლელი არ არის, რომ ყოფილიყო ვიცემერი. და მე დამაინტერესა იმან, რომ ჩემი ძმა, რომელიც გავიდა ფრაქციიდან და არც ერთ ფრაქციას არ გაერთიანებულა, რატო არ მქონდა მის აპარატში მუშაობის უფლება. მხოლოდ და მხოლოდ ეს კითხვა იყო, რასაც მოყვა საშინელი შეურაცხყოფები, რომ ვიქცეოდი ქუჩის ქალივით. როგორ დაშავდა საქართველოს პრეზიდენტი თურქული მედია საშუალება haberturk.com თემაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით მათი ჟურნალისტი ტელეფონით გადამზიდი კომპანიის იმ ძღლს დაუკავშირდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეეჯახა. ციტატა სტატიიდან: როგორც წესი, ქალაქში მოსიარელე ველოსიპედისტები საათში 35-40 კილომეტრის სიჩქარით დადიან, მაგრამ მე აშკარად 60 კმ/სთ მივდიოდი, როცა ჩემგან მარცხნივ ველოსიპედისტმა ჩამიქროლა და გადამასრო. აღმართი იწყებოდა და მივხვდი, რომ ველოსიპედი მსგავს სიჩქარეს ვეღარ შეინარჩუნებდა. მართლა ჩემს მანქანას და ველოსიპედ შორის მანძილმა სწრაფად იკლო. კიდევ კარგი მოვასწარი ავარიულად დამოხრუჭება, თორემ საქართველოს პრეზიდენტს ალბათ ვიმსხვერპლებდით. ამბობს ექსპედიტორი კომპანია ანდადოლუს მძღოლი უმით ოქური. სტატიაში იგი ასევე იხსენებს, რომ პირველმად გაუწია დახმარება მიხეილ სააკაშვილს და რომ მისი სახე მალევე ამოიცნო, რადგან 2007 წელს ხშირად უწევდა საქართველოში ყოფნა და საქართველოს გზებზე ბევრჯერ ხვდებოდა პრეზიდენტის ბილბორდები. მადლობა ღმერთს, რომ გამოცდილებამ არ მიღალატა, თორემ მართლა ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ამბის გადატანა, აცხადებს უმითი, რომელმაც სამსახურიდან 2 კვირიანი შვებულება აიღო, წერს თურქული გამოცემა haberturk.com. მთავრობის კანცელარიაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკელ პარტნიორებთან იქნებოდა მსჯელობა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე და რეფორმების განხორციელებაზე.
დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტის ფარგლებში იქნება მიზნული დემოკრატიზაციის თემებზე. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, დემოკრატიზაციასთან მიმართებაში, ასევე ვისაუბრებთ არჩევნებზე. საუბარი იქნება ასევე კანონის უზენაესობაზე, სასამართლო რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა, ეს არის ახალი 6-ზე. ბაჩო ახალაია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა თავდაცვის ყოფილი მინისტრის გაძევების გადაწყვეტილება. მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალაია მოწმეებსა და პროკურორებთან პოლემიკაში შევიდა, რაც კამათში გადაიზარდა. გაფრთხილების მიუხედავად ახალაიამ კამათი არ შეწყვიტა და მას წესრიგის დარღვევისთვის დარბაზი დაატოვებინეს. პროტესტის ნიშნად დარბაზი მისმა ადვოკატმა რომეო საჯაიამაც დატოვა. მოსამართლემ ადვოკატს გაფრთხილება მისცა პროცესზე დარჩენილიყო, თუმცა გაფრთხილება არც საჯაიამ გაითვალისწინა ახალაიას. ადვოკატი მოსამართლემ 500 ლარი დააჯარიმა. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ პირთა სასამართლო დილით განახლდა. პროცესზე ბრალდების 5 მოწმე დაიკითხა სასამართლოს სენაკისა და ვაზიანის ეპიზოდებზე მსჯელობდა. მოწმეები თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და გიგი კალანდაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. ბრიფინგების ოთახიდან გამოგვიყვანეს, მოგვაწყდეს, გავხადეს ტანზევით, გადაგვიღეს სურათები და ჩაგვიყვანეს პლაცზე. იქ უკვე ეს მას გაახდილი ქონდა ადონი გორგაძე და რომ მოგვაწყო, გაგვაწყდებინეს სირბილი. და თან იმღერეთო რომ საჭმლის ჭამა ცუდიაო აბანოში ჩავკვეთეს იმსაიმავეს ყოველ საათი 1 საათში სამხედრო პოლიცია გვამოწმებდა გთვლიდა მეორე დღე გავატარეთ ისე იქვე როცა შევედით გათბობა იყო მერე გათბობა გამოგვირთეს ხალხსადლის იცივე იყო. საქალაქო სასამართლოში თავდაცვის მეორე ყოფილი მინისტრის პროცესიც გაიმართა. დავით კეზერაშვილის, ლერი ჯანაშვილისა და მათთან ერთად ბრალდებულ პირთა საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა პროცესზე შესავალი სიტყვა წარადგინეს. საქმის მასალების მიხედვით დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე 400 ტონა ეთილის სპირტი არალეგალურად შემოიტანეს, რითაც შემდგომ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი მზადდებოდა. გამოძიების ინფორმაციით ყოფილმა მინისტრმა აღნიშნული საქმიდან ქთამის სახით 10 მილიონამდე ლარი მიიღო, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. სწორედ ამ ეპიზოდზე მსჯელობდა სასამართლო ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა. კეზერაშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლოს ხდომა დასრულდა. ადუაშვილის ოჯახის წევრებმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს. მოკლულის ქვისლი აცხადებს, რომ სოსო პავლეაშვილს ბიზნესმენთან უთანხმოება ჰქონდა. ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაში დარწმუნებულია, მკვლელობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული, მათ შორის მომღერალ სოსო პავლეაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია. ერთ-ერთ ჩვენებაში ჩხაპელია ადუაშვილისადმი ანგარიშსწორების ფინანსურ მხარდამჭერად საკუთარ ცოლის ძმას სოსო პავლეაშვილს ასახელებს, თუმცა ადვოკატი განმარტავს, რომ ჩვენება მის დაცვის ქვეშ მყოფ გამომძიებელმა ზეწოლის შედეგად მიაცემინა. რეალურად კი მკვლელობის საქმე სხვა მოტივს უკავშირდებოდა. და არა სოსო პავლეაშვილს მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ სოსო პავლეაშვილი მზად არის გამოძიებასთან ეთანამშრომლოს. დაცვის მხარე ასევე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართოს, რომ საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცეს. ჩვენებები რაც მიცემული აქვს ბრალდებულებს, მიცემული აქვს თავიანთინებით, არავით არის ზეწოლით და არავით არის ძალდატანებით. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, ამ საქმეში მონაწილეობდა სოსო პავლეაშვილი. ეს არსებით განხილვაზე ჩემი დაცვის ყოფი და სხვა ბრალდებულები იტყვიან ალბათ, რა სახის ზეწოლები განვითარდა მათ ზემოთ. რაც თავარია, ყველაფერი ეს გახლავთ ვიდეო კამერებზე დაფიქსირებული პროცესზე, გამოკლების ეტაპზე აღნიშნული ჩვენებები გამოქვეყნდება და თავად დარწმუნდებით, რომ არავით არის სახის ზეწოლას გამოძიების ეტაპზე არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ ქონია ადგილი.
ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია დავით წიქარიშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლები 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 11 ապრილს ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს. ამის შემდეგ მან მოკლული ზურგჩანთა მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მითითებულ საქმეზე გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ცხელ კვალზე იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ტყიბულის რაიონის სამმართველოსა და იმერეთის კონტრდაზვერვის სამმართველოს მიერ დაკავებული 1992 წელს დაბადებული პირი, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ავტომანქანების გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისში 2 პირი დააკავეს. ახალგაზრდებმა 4 ապრილს დედოფლის წყაროს, წურწუმიასა და ქურხულის ქუჩებზე ღამის საათებში 9 სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელებით და პულტები მოიპარეს. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაქურდი ნივთები ნივთკიცების სახით ამოიღეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო 19 სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები 3 ოჯახი შესაძლოა ღია ცისქვეშ დარჩეს 2010 წლის სტიქიის შემდეგ ისინი ნახევრად დანგრეულ სახლებში ცხოვრობენ. მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, გზის ნაწილი დღესაც ჩამოინგრა, რაც საფრთხეს საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სამაშველო ბრიგადები, თუმცა ევაკუაცია არ დაწყებულა. დაზარალებული ოჯახები მერიისგან დახმარებას ითხოვენ. დილით მეძინა არ ვიცი, ვიწექი უცად ხმაური რო გავიგე. პატარა ბათქანი იყო. სახლი გაზანზარდა. გამოვედი გარე და აგე მეზობლები შემოვარდნი და აგე სინკარები გადმოყრილა მთლიანად. ძალიან გაუსაძლელი მდგომარეობაში არიან ეს ორი ოჯახი განსაკუთრებით. ამდენი ხანია ეხვეწებიან, რომ მოგვაქციეთ ყურადღება აი წინა მთავრობას, ეხლანდელ ახალ მთავრობას, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს. აი შეუძლებელია ამ სახლში ორივე სახლში ცხოვრება. მიაყენეს თუ არა გარემოს ეკოლოგიური ზიანი, კომპანია ბარამბომ და ნატახტარმა მათ ქარხნებს გარემოს დაცვის სამინისტროს კომისია ამოწმებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორებმა სპეციალისტებთან ერთად კომპანია ბარამბოდან და ნატახტრიდან მდინარე ნარეკევაში ჩამდინარე წყლის სინჯები აიღეს. შემოწმება ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, ისინი კომპანიების მიერ მდინარის დაბინძურებაზე საუბრობენ. ანალოგიური შემოწმება სამინისტრომ კომპანიაში 1 თვის წინათ ჩაატარა, მაშინ ზღრულ ნორმაზე უმნიშვნელო გადაცდენა დაფიქსირდა, თუმცა ეს საბოლოოდ დასკვნა არ არის. ფინალურ დასკვნას სპეციალისტები რამდენიმე პროცედურის ჩატარების შემდეგ დადებენ. შემოვიდა განცხადებები სამინისტროში, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მდინარე ნარეკვავში შემავალი არხი და უშუალოდ მდინარე ნარეკვავი დაბინძურებულია, არის აუტანელის სუნი. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეემოწმებინა მდინარე ნარეკვავში და მის მასში ჩამდინარე არხში ჩამავალი წყლები. ჩვენთან მუდმივად ხდება შემოწმება გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პერიოდულად იღებენ ლაბორატორიულ სინჯებს ჩამდინარე წყლებიდან და შემდეგ იდება დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბარამბო ამ წლების განმავლობაში არ აბინძურებს გარემოს. ჩვენ გვაქვს გამწმენდი დანადგარი, რომელიც მუდმივად ფილტრავს და ბიოლოგიურად წმენს ამ ნარჩენებს. როდის და რა ფორმით გაგრძელდება ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძრის რეაბილიტაცია? ამ საკითხზე თურქეთის დედაქალაქში მოლაპარაკებები დაიწყო. ანკარაში უკვე გაემგზავრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც თურქ კოლეგას შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის იშხნისარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. დამატებითი დეტალები კი დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც მომზადდა და ესეთი უფრო მასშტაბური, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეჩერდა ქართულსავე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეაჩერა, ამიტომ იძულებულნი გავხდით ხელახლა დაგვეწყო მოლაპარაკება, ანუ მხოლოდ იშხანთან დაკავშირებით და საბედნიეროდ თურქეთის მხარე დათანხმდა ამ შეხვედრაზე, ესე იგი მე ხვდები თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მინისტრის მოადგილეს ბატონ ოზგურ ოზასლანს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე რუს ჰიდროს წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული კომპანია მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანია, რომლის 60-ზე მეტი სადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 მეგავატია. მინისტრის განცხადებით ეს იყო გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა, რომელზეც გადაწყდება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და კონკრეტულ პროექტებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რუს ჰიდროს წარმომადგენლები საპარტნიორო фонდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. Нам крайне интересно это взаимодействие. ძალიან დაინტერესებულნი ვართ თანამშრომლობით. არსებობს საინჟინრო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა, რადგან ვფლობთ ბევრ საპროექტო ინსტიტუტს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული თავის მომსახურებას ენერგეტიკულ კომპანიებს თავაზობდნენ. მინისტრთან შეხვედრაზე ასევე კონკრეტული საკითხებიც განვიხილეთ, კერძოდ რუსული მოწყობილობების მოწოდების და კაპიტალ დაბანდების შესაძლებლობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. დღეს იყო გაცნობიტი შეხვედრა, ზოგადი საუბარი, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამ კომპანიის მხრიდან და დავიწყებთ უკვე კონკრეტულ პროექტებზე საუბარს, თუ რა პროექტებზე ექნებათ ინტერესი, ჩვენი მხრიდან წარუდგენთ იმ პროექტებს, რომელიც ასე ვთქვათ, სამინისტროს გააჩნია და გვაქვს იდეა ამ პროექტების საომალოდ განხორციელების და ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, აშენდება თუ არ აშენდება, გააკეთებენ თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტებს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე ბრიტანეთის საელჩოში გახსნილ სამძიმის წიგნში ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გააკეთეს. მარგარეტ ტეჩერი 87 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა, მას 17 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. Carlton Tečeri იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებაში, საბჭოთა კავშირის დაშლაში და შესაბამისად არა პირდაპირ, მაგრამ მისი დამსახურება და მისი წვლილი საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობაში და თავისუფლებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ის გახლდათ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ალბათ დააკლდა არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენ დღეს მოვედით დიდი ბრიტანეთის საელჩოში იმისათვის, რომ გავიზიაროთ გულის ტკივილი, წუხილი, სამძიმარი, უთხრათ ქალბატონ მარგარეტ ტეჩერის გარდაცვალების გამო, ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა თანამედროვე პოლიტიკაში, გამორჩეული თავისი პრინციპებით, გამორჩეული თავისი შეურიგებელი ბრძოლით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ასეთად დარჩება ის ალბათ ყველას მეხსიერებაში. თბილისი იუენთ-ჰოლში ჯაზ-სერიები გრძელდება, ამჯერად დედაქალაქს სტეისი კენტი ეწვევა. ამერიკელი მუსიკოსი ხუთკაციან ჯგუფთან ერთად 20 აპრილს წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. კლასიკური პოპის, სვინგისა და ბოსანოვას ვარსკვლავ იუენთ-ჰოლში საათნახევრიან კონცერტს გამართავს. სტეისი კენტი თბილისის შემდეგ ბაქოში გაემგზავრება. ჯაზ-სერიები თბილისში უკვე მეოთხე სეზონია იმართება და ამ პროექტის ფარგლებში თბილის სტეისი კენტის შემდეგ ამერიკელი გიტარისტი ლირი კენორი ეწვევა, რომელიც კონცერტს 5 მაისს გამართავს. ამ კატეგორიაში ისეთი დიდი სახელები როგორც დაიანა კროლი, ტონი ბენეტი, ბარბარა სტრეიზენდი და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ესეთი ვარსკვლავი სტეისი კენტი ზუსტად ჩაატარებს თბილისში ძალიან კარგ კონცერტს. ადვილი არ იყო მისი დათანხმება, იმიტომ რომ მას აქვს ინგლისში ძალიან დიდი ტური სხვადასხვა ქალაქებში და ძალიან ძნელად დასათანხმებელი იყო ერთ კონცერტისთვის ამხელა გზის გამოვლა მოკლედ საქართველოსამდე და ამიტომ ჩვენი კოლეგები აყვნენ აზერბაიჯანში და ჩვენს მერე უკვე ბაქოში ჩაყვავს და ეს ორი კონცერტი გამოვიდა და ამიტომ ეს შედგა ეს მოლაპარაკება. წინასწარ უკვე ერთი თვით ადრე უკვე ყველა ბილეთი დაიჯავშნა, შემდეგ უკვე გაიყიდა და ამიტომ მთლიანად ანშლაგი იქნება.
რაზე შეაჩერა საკუთარი ყურადღება ბიზნესის დრომ. ამას გადაცემის ავტორი და წამყვანი თეა შველიძე თავად გვეტყვის. თეა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ოსკარ, რაც შეეხება დღევანდელ თემებს, უკვე მეორე დღეა საქართველოს მსოფლიოში უმსხვილესი საგადამხდელო სისტემის PayPal-ის წევრი გახდა და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი, რომელიც ისაუბრებს ამ სისტემის შესახებ უფრო დეტალურად და ამავე დროს რატომ გააფრთხილა ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლები მაინც რატომ მოუწოდა სიფრთხილისკენ, თუნდაც ამ საგადამხდელო სისტემის გამოყენების დროს. გარდა ამისა, დღეს საკმაოდ მასშტაბური შეხვედრა გაიმართა სასტუმრო რედისონში ბიზნესმენებსა და ეკონომიკურ გუნდს შორის, რა საკითხები განიხილეს, რა პრობლემატიკაზე იყო საუბარი. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა კვახაძე და ბოლოს უფრო ისეთი მსუბუქი თემით დავასრულებთ გადაცემას, რომელიც დაინტერესებს ქალბატონებს, თუმცა არა მარტო ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც, რადგანაც თმის მოვლის საკითხები არანაკლებ აქტუალური თემაა უკვე მამაკაცებშიც. საქართველოში ესეთი ცნობილი ბრენდი როგორც დესანჟი უკვე საქართველოშია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ვიზია გათვლილი ზოგადად და როგორ აპირებენ კონკურენცია გაუწიონ ისედაც საკმაოდ ისეთ გადატვირთულ ბაზარზე შემოსვლას როგორ აპირებს ეს ახალი ბრენდი. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება სოფო ქორქია, საქართველოში დესანჟის წარმომადგენლობის დირექტორი. დიდი მადლობა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში ზუსტად 9 საათზე დაბრუნდება. დიდი მადლობა, რომ გიყურებთ. ნახვამდის.